გამარჯობათ, მოკლედ დღეს გადავწყვიტე ესეთი პატარა ვიდეოს ჩაწერა და მინდა გაგიზიაროთ პირველი აუცილებელი 5 ნაბიჯი, თანმიმდევრული ნაბიჯი კანადაში ჩამოსვლის თანავე რაც უნდა გააკეთოთ. ბევრ დროს აღარ წაგართმევთ და გადავალ პირდაპირ საქმეზე. პირველი რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა ჩამოსვლელმა პირველ რიგში ეს არის სინომრის აღება. რა არის სინომერი? Social Insurance Number. ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, ეს არის პირადი ნომერი. სინის გარეშე ცხოვრება კანადაში წარმოუდგენელია. ვერ შეძლებთ საბანკო ანგარიშის გახსნას, მობილური ნომრის აღებას, ბინის გაქირავებას, მოკლედ ვერაფერს ვერ შეძლებთ. პირველი რაც აუცილებელია და უნდა გააკეთოს ნებისმიერმა ჩამოსვლელმა, ეს არის სინომრის აღება. მეორე არის სავარაუდოდ მეორე, ანუ მე გიზიარებ ჩემს გამოცდილებას და მეორე რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის ავიღეთ მისამართი. ჩვენ გვიმასპინძლა კანადურმა ოჯახმა და 2 კვირის განმავლობაში სანამ ყველაფერს აზე მოვიდოდით, ცხოვრობდით კანადურ ოჯახში. ენდი, კაი ბიჭი ხარ, გაგიმარჯოს. მისამართი აუცილებელი, ეს არის მეორე თანმიმდევრული ნაბიჯი. როცა აიღებთ ცინს, მეორე რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აიღოთ მისამართი, იმიტომ რომ ნებისმიერი დოკუმენტი, საბანკო ბარათები და ასე შემდეგ ყველაფერი მოდის პოსტით. პოსტამ რომ მოგიტანოთ, გჭირდებათ მისამართი. მოკლედ ეს არის მეორე ნაბიჯი. მესამე რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, ეს არის სატელეფონო ნომრის აღება კანადურის. რაც ანუ ყველაფერზე ემევა რა შემდგომ თქვენს მისამართზე, თქვენს დამსაქმებელზე, სინომერზე და ასე შემდეგ. მეოთხე ეს არის საბანკო მომსახურება და ანგარიშები, როცა უკვე გაქვთ სინი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, მიდიხართ ბანკში და ხსნით თქვენთვის ასურველ სადებეტო მიმდინარე ანგარიშს და ასე შემდეგ. როლანდის გაუმარჯოს, როგორ ახარ? ერთი წუთიდან მოგხედავ პატარა ვიდეოს. კაია ხო ვიდეოსთვის ესეთი რაღაც გაკეთება. დაგიბრუნდით, მაპატიეთ, ძველი ნაცნობი ვნახე, სასიამოვნო არის კანადაში ქართველის ნახვა. ხო, გავჩერდით იმაზე, რომ მეოთხე ნაბიჯი არის ტელეფონის ნომრის აღება. და გადავიდეთ მეხუთეზე, მე ვფიქრობ, რომ მეხუთე რაც ჩვენ გავაკეთეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პირად გამოცდილებას გიზიარებთ. მეოთხე ეს არის პროვინციული დაზღვევა, ანუ ჩვენ გვაქვს Alberta Health Card. როცა ამ ყველაფერს გააკეთებ და სინი გექნება, მიდიხარ რეჯისტრში, აქაური იუსტიციის სახლი, მოდი ესე დავარქვა და განაცხადს აკეთებთ Alberta Health კარტებზე. ჩვენ ალბერტაში ვართ და მაგიტომ ვიმეორებ ალბერტა. თუ თქვენ ონტარიოში ჩახვალთ ამ BC-ში, შესაბამისად იქაური პროვინციული დაზღვევა უნდა აიღოთ. ეს არის ის ძირითადი 5 თანმიმდევრული ნაბიჯი, რაც ჩემი აზრით აუცილებელია, რომ ყველამ გაიაროს. და რავი, კიდევ ერთს დავამატებდი, ეს შემდგომ უკვე თქვენ დაგჭირდებათ ეს სავალდებულო და ესეთი არ არის, მაგრამ მართვის მოწმობა დაგჭირდებათ. მოდი ეს მე-6 ქვეპუნქტს დავამატებდი, ეს არის მართვის მოწმობა. ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ, ასე რომ რაც მალე აიღებთ მართვის მოწმობათ, მით უფრო კაი იქნება თქვენთვის. მადლობა, ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ.